გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. ჩვენ დროში ნამდვილად არ ვუჩივით ნაკლებობას სხვადასხვა საცდურების და ყველა ჩვენთაგან ვიცით, რომ ერთ-ერთი დიდი საცდური, რომელიც განსაკუთრებით ქრისტიანებისთვის არის, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, მისი რელიგიური გამოყენებით, მისი რელიგიურად არასწორი გამოყენებით, რომელსაც დღეს მრავლად ხედავთ, რომლის ტექნოლოგიებს უკვე თანამედროვე სამყაროში მრავლად იყენებენ და სურს ერთ რაღაცაზე გავამახვილო ყურადღება. დღეს ადამიანებს ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ იწამოს ღმერთი და მიმართოს ღმერთს ეკლესიის საშუალებებით, მოძღვრის საშუალებებით, ირჩევენ ხელოვნური ინტელექტის გზას. აქ მინდა ვთქვა, რომ შეიქმნა არა საქართველოში ჯერჯერობით, თუმცა ხელოვნური ინტელექტს არ აქვს საზღვრები და ეს თარგმნა და ინტერპრეტაცია, როგორც იცით, ხელოვნური ინტელექტისთვის არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. ამრიგად შეიქმნა ერთ-ერთი ასეთი აპლიკაცია, ინგლისურად text with Jesus, ანუ მიწერე იესოს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თითქოს და პირდაპირ ღმერთს, იქ შეიძლება ღვთისმშობელს მიმართონ, შეიძლება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს, ახლა აპლიკაციაში კიდე ასევე ემატება თანამედროვე მოძღვრები და ასე შემდეგ. და ადამიანს შეუძლია, თქვათ, მაგალითად, თუ აწუხებს სტრესი, მიმართოს სტრესთან დაკავშირებით და საწერე ამის შესახებ ბიბლიაში ამოუგდებს, ან თქვათ, განკითხვის შესახებ, ან სხვა საკითხებზე. ესაუბრებიან ისეთ საკითხებზე, რომელსაც ვერ ბედავენ, არ ესაუბრებიან მოძღვრებს, თქვათ, არ აინტერესებთ საერთოდ ეს მიმართულება, საერთოდ მისვლა, საერთოდ გარკვევა ჭეშმარიტების. ამრიგად ამ ურწმუნო ხანაში ადამიანები, რომლებმაც ფაქტიურად განდევნეს თავიანთი ცხოვრებიდან მაცხოვარი ჩვენი, ყველას ფაქტიურად აქვს კონტაქტი, ვისაც ეს სურვილი ექნება და უკვე ათასობით ადამიანებია ამერიკაში, ევროპაში. ასევე ეს უნდა ითქვას, რომ უმეტესად იქ, სადაც სულიერი ცხოვრება ნაკლებად ვითარდება, იქ გავრცელდა ეს აპლიკაციები, ეს მოვლენა, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ისეთ როგორც ვთქვათ ევროპულ ქვეყნებში, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ არანაკლებ სავალალო მდგომარეობა ჩვენთანაც გარკვეულწილად, იმის მიუხედავად, რომ ბევრად უკეთესია ვიდრე სხვა ქვეყნებში, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები უკვე ვეღარ არჩევენ ელემენტარულად ხელოვნურ ინტელექტში, ეს ხელოვნური სურათია, ხელოვნური ვიდეოა, ხელოვნური აუდიო ჩანაწერია თუ რა არის, ამის გარჩევა ფაქტობრივად უკვე ასე ვთქვათ შეუარაღებელი თვალით შეუძლებელის გახდა. ამრიგად დაჯერება იმისა და რწმენა ამ სიტყვის საერო გაგებით, ხო? მოიმატა, ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ნდობა ხელოვნური ინტელექტისადმი მომატებულია, ნებისმიერ საკითხში ადამიანები მიმართავენ და ღებულობენ პასუხებს, შესაბამისად თან სწრაფ პასუხებს, ხშირ შემთხვევაში ხარისხიანს, თუმცა არის შეცდომებიც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხარისხიანს და ესეთი უსწრაფეს შედეგს ღებულობენ, შესაბამისად ეს ნდობა რო გაიზარდა, რწმენა, ასე ვთქვათ, ჭყალებში გაიზარდა ნებისმიერი კუთხით, ნებისმიერი მიმართულებით და ჩვენთვის საგანგაშო რაც არის, ეს რელიგიური კუთხითაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მოვლენა განვითარდა. რატო არის ჩვენთვის სახიფათო? ზოგადად, ვისაც წამს, ვისაც პირდაპირ შეხება ქონია მადლთან და ისე მოვიდა ეკლესიაში, ბუნებრივია ასეთ ადამიანს ნაკლებად რწმენა მტკიცე აქვს და ეს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ხრიკები არ უნდა აშინებდეს და არც იქნება საცდური და პრობლემა. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ჩვენ, თქვათ, მომავალ თაობაზე, ახალგაზრდებზე, იგივე მცირედ მოწმუნე ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ იოლად გამოზრენ, ასე რომ ვთქვათ, დღევანდელ წუთისოფელში ეძებენ იოლ გამოსავალს, ამ შემთხვევაში უკვე საკმაოდ რთულია მდგომარეობა და მე მინდა ვთქვა, რომ პირდაპირ ადამიანები იჯერებენ ამის და ნდობას უცხადებენ, სრულ ნდობას, რადგანაც ეს ხელოვნური ინტელექტი თითქოს თვითონ ანაცვლებს ღმერთს. ჩვენ ადრეც ვისაუბროთ ახალი ადამიანის რო განვიხილავდით და სხვადასხვა საკითხებს თანამედროვე გლობალიზმის მიმართულებით,
ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ ადამიანი შეეცდება ჩაანაცვლოს ღმერთი კერპებით, ჩაანაცვლოს სხვადასხვა საშუალებებით. ჩვენ ასე ვიცით მაცხოვრისგან პირდაპირ წინასწარმეტყველება, რომ მის სახელს გამოიყენებენ სხვადასხვა საშუალებები და ეს რო ვიტყვიან ერთ-ერთი საშუალება, ერთ-ერთი გამოვლინება, თუმცა საკმაოდ ეფექტიანი, როგორც ჩანს, ახლა მართლმადიდებლურ გვერდებზე უკვე ამის შესახებ იწერება, შესაბამისად ეს გარკვეული სიგნალია იმისა, რომ ეს პრობლემა ვითარდება და ჩვენ ვიცით, რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს დღევანდელ სამყაროში ხელოვნური ინტელექტის ფარგლებში ეს პრობლემა. ამრიგად ჩვენ კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდებით, ჩვენ ვიცით, რომ ხელოვნურ ინტელექტს ბუნებრივი ახლა იყენებენ პროტესტანტები, იყენებენ კათოლიკები, იყენებენ სხვადასხვა ჯულის, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ აქ უკვე ჩართულია ეკუმენისტური მოძრაობა, აქ პერენიალიზმი ჩართულია, აქ სხვადასხვა რელიგიების გაერთიანება ხდება, ის ტექსტები, რომელიც შეყავთ, რომელიც ის ჭყალებში, ესე ვთქვათ, მოძღვრები, ან სწავლებები, რომელიც შედის, ბუნებრივია იმ ხასიათს ატარებს, ისეთ კითხვებზე პასუხობს, ისეთ პასუხებს დებს ეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც პირდაპირ მტრობას გამოხატავს ღვთის სწავლების მიმართ, ისედაც არეულია ახლა იქეთ სამყარო, მაგაში ჩვენ არ შევდივართ, თუმცა ჩვენ ცოტა უფრო წინ ვიხედებით ამ პრობლემის განხილვის კუთხით და ვხედავთ იმ პრობლემებს, რომ მომავალში, როდესაც ადამიანები და ჩვენ ხედავთ უკვე, რომ ეს რწმენა საზოგადოებაში კლებულობს, უფრო მეტი და მეტი დაჯერება იქნება და ნდობა, ასე ვთქვათ, ჭყალებში ამ ხელოვნური საშუალებებით, მით უმეტეს, როდესაც ადამიანი ფაქტობრივად აღმოჩნდება ხიბლში, ის ადვილად მიიღებს იმ გამოსახულებებს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი შესთავაზებს, მას შეიძლება ეს გამოცხადებები, მაცხოვრის ხატები, სურათები, ან რაღაცები მიუვიდეს თავისუფლად, თავისი ტექსტები, თავისი ვიზუალური დატვირთვები და ასე შემდეგ, აურევს ტვინს ბუნებრივი ადამიანს, რომელსაც რწმენა არ აქვს და აქვს უკვე ნდობა და რწმენა ბრწყალებში ამ ხელოვნური ინტელექტის მიმართ, ის ბუნებრივია შეცდება და მომავალი ალბათ დაახლოებით ასე გამოიყურება ამათთვის, ამ ადამიანებისთვის, ასევე ანტიუტოპიურ წიგნებს თუ დავეყრდნობით და იმ აზრებს, რომელიც უკვე არის გავრცელებული და ზოგიერთ ქვეყნებში მიღებულიც არის, არც ის არის გამორიცხული, რომ ბოლო დროს საერთოდ აიგრძალოს ბიბლიას ახალი აღთქმა, რადგანაც შეიძლება მათ ჩათვალოს, რომ ეს შეიცავს ძალადობას, უსიყვარულობას და ასე შემდეგ. ახლა მოდერნისტები კი ცდილობენ თქვენ, რომ ღვთის სიტყვა მხოლოდ სიყვარულია, ბიბლია და ეს მხოლოდ სიყვარულია, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ წმინდა წერილი სავსეა ისეთ მაგალითებით, სამართლიანი ჭეშმარიტი მაგალითებით, სადაც არის ასევე მხილება, ასევე არის საუბარი სასჯელზე, ასევე საუბარია განკითხვის დღეზე და ეს ყველაფერი თანამედროვე ადამიანისთვის, რომელსაც უკვე გადაწყვიტა, რომ ცხონდა და უკვე გადარჩა და არაფერი არ ჭირდება ამისათვის, ბუნებრივია ეს გარკვეული სტრესის საგანია და ამას ემხრობა და არც ეგ არის გამორიცხული, რომ ბოლო დროს აიგრძალოს ის საშუალებები, ის ჭეშმარიტი საშუალებები ღვთის სიტყვის გადაგებს, რომელსაც ბიბლია და ჭეშმარიტი წმინდა მამები გვთავაზობენ, ტრადიციული შეხედულების მამები, ეს გვიწევს ამის დამატება დღევანდელ დროში, იმიტომ რომ მომრავლდა საცდური, მომრავლდა არასწორი ქრისტიანობა და სამაგიეროდ სწორედ ამ ფონზე მომრავლდა სწავლებები, რომლებიც შეიცავს ამ ხელოვნური ინტელექტის გავლით ისეთ ტექსტების შემოთავაზებას, ისეთ ტექსტურ ტერმინოლოგიას, რომელიც მისაღები იქნება საბოლოოდ. უნდა ითქვას ასევე, რომ ესეთი მსგავსი აპლიკაციები შეიქმნა არა მარტო ქრისტიანულ სფეროში, არამედ მუსლიმებთან, ბუდისტებთან და სხვა მიმართულებებთანაც და ერთი მიმართულებით ვითარდება, ესეც უნდა ითქვას, რომ იქ პერენიალიზმი, ჩვენ ამის შესახებაც ვისაუბრეთ, რომ ერთი ღმერთის ირგვლივ სხვადასხვა რელიგიები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენენ და სწორედ ამ კუთხით ვითარდება ეს ხელოვნური ინტელექტის ეს აპლიკაციები და რაც ბუნებრივია სამომავლოდ შეიქმნის პრობლემას ჩვენთვის მართლმადიდებლური ქრისტიანებისთვის. მათთვის კი ვისაც მართლა სურს ჭეშმარიტების პოვნა, ჩვენ ვიცით, რომ არის ამის მშვენიერი საშუალება დღეს დედა ეკლესიაში და
ვინც მივიდა დედა ეკლესიაში და მიიღო ეს წმინდა სწავლება, ის ბუნებრივია ცხოვრობს ასეთი ცხოვრებით და მისთვის აღარ წარმოადგენს ეს ხელოვნური ინტელექტი და მის მიერ გამოგონილი სხვადასხვა მიმართულებები რაიმე სახის სერიოზულ პრობლემას. რისგანაც დაგვიფაროს ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგვანი, ეს იყო ჩემი სათქმელი დღეს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.